Დავრუნდით პირდაპირ ეთერში, პატრიცემულო ტელემაყურებლებო, შეგახსენებთ თქვენ უყურებთ კვირის საინფორმაციო ანალიტიკურ პროგრამა ჟურნალისტის დღიურები, ჩვენ საარჩევნო რეჟიმში ვმუშაობთ და მე ჟურნალისტი ჯემალ მეგრელიძე გახლავართ და ახლა კიდევ ერთი ბათუმის მერობის კანდიდატი მინდა წარმოგიდგინოთ, ოღონდ ამჯერად დამოუკიდებელი კანდიდატი ბატონი კახაბერ ცისკარიძე. კახაბერ ცისკარიძე დაიბადა 1976 წლის 4 ივნის ქალაქ ბათუმში. დაამთავრა ზაქარია ფალიაშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჯაზ ფაკულტეტი. მუსიკალურ ინსტრუმენტებთან მისი ურთიერთობა 6 წლის ასაკიდან დაიწყო. პატარა ასაკში მისი ძმის მიერ შექმნილ ჯგუფში მონაწილეობდა და ქართულ ჰიტებს ასრულებდა. ასევე როკ ჯგუფში უკრავდა. 1995-96 წლებში ჯგუფთან ერთად გამოდიოდა ჯაზ ფესტივალებზე და უკრავდა დასარტყამ ინსტრუმენტებზე. 2017 წელსაც მომღერალი და პროდიუსერი კახაბერ ცისკარიძე ბათუმის მერობის კანდიდატი იყო. კახაბერი, კახამერი, აი ასეთი ფლაიერი თუ შეგვხვდათ სადმე ქალაქში, იცოდეთ ხმა უნდა მიცეთ ნომერ 42-ს. ბატონო კახა, საღამო მშვიდობისა, უღრმესი მადლობა იმისათვის, რომ ხართ დღეს ჩვენი გადაცემის სტუმარი. და მე მინდა დავიწყო თქვენთან საუბარი იმით, რომ რატომ გადაწყვიტეთ კიდევ კენჭი იყაროთ ბათუმის მერობაზე, მე ვიცი რომ ერთხელ ყავდით თქვენ სტუმრად სტუდიაში, მაშინაც მერობის კანდიდატის რანგში და თქვენ მაშინ ვერ გაიმარჯვეთ. ბოლომდე ბრძოლას აპირებთ. წაგება არ ნიშნავს ცხოვრების დასრულებას, ვფიქრობ. გამარჯვებათ, მოგესალმებით, მივესალმებით სრულიად ბათუმს. ჩვენ დაფარვა გვაქვს ბათუმზე, ხო, როგორც ხვდები? მთელ საქართველოს ფარავთ, ასე რომ ყველა მოგვიყვებს. მივესალმებით სრულიად საქართველოს მაშინ. მე ვარ კახაბერ ცისკარიძე, ნომერი 42, პირველი დამოუკიდებელი კანდიდატი ბათუმის ისტორიაში მერობაზე. ძალიან კარგი. მოდით ბატონო კახა პირდაპირ დავიწყოთ იმ პრობლემებზე, რა პრობლემებიც აქვს ბათუმს და რა პრობლემების გამოსასწორებლადაც მოდიხართ თქვენ ბათუმის მერად. რაზეც ცდილობთ რომ გახდეთ მერი და რა საკითხების გადაწყვეტას აპირებთ. აი 4 ოქტომბერს ჩატარდა არჩევნები, ვთქვათ ღმერთმა ქნას რომ აგირჩიათ ბათუმმა მერად და მერე 5 ოქტომბრიდან რით იწყებთ მუშაობას, ანუ რა საკითხების მოგვარება, რა პრიორიტეტები გაქვთ? მოდით დავიწყოთ თავიდან ისევ. დიახ. ესე იგი, ჩემი მონაწილეობა, ასე ვთქვათ, დამოუკიდებელ კანდიდატად, ეს უკვე ცვლილებების მაჩვენებელია, ასე ვთქვათ, რადგან ისტორიაში პირველი დამოუკიდებელი კანდიდატი ვარ. რაც იმას ნიშნავს, რომ ჩემი ინტერესი არის ქალაქი ბათუმი და არა პარტია და პარტიული, ასე ვთქვათ, მოწოდებები. ჩემთვის მნიშვნელოვანია ქალაქის განვითარება, ქალაქის ბრენდინგი, ყველა პრობლემის, ასე ვთქვათ, ყველა საკითხის, ესე ვთქვათ, იმიტომ ყველა პრობლემა ასე თუ ისე მაინც მოგვარებადია, უბრალოდ სურვილი უნდა იყოს ალბათ ამის, ხო? მეკიდან გამომდინარე, რომ ჩვენი ხა, უკვე 20-25-ია. კენც ვიყრი 2017 წლიდან. დღეს უამრავი პლატფორმა და უამრავი საშუალებაა ტექნოლოგიური იმისთვის, რომ სწრაფი რეაქცია მოახდინოს საერთოდ პრობლემებთან დაკავშირებით ქალაქის მუნიციპალიტეტმა. ამისთვის პირველ რიგში ჩემთვის მნიშვნელოვანი არის მენტალური ცვლილება. მოდი ესე ვთქვათ. რადგან ჯერ ადამიანებს არ სჯერათ დამოუკიდებელი კანდიდატის მაგალითად. ამიტომ ჩემთვის მნიშვნელოვანია პირველ რიგში ეს მენტალური გარდატეხა გავაკეთოთ, ცვლილება, ესე ვიტყოდი, რომ ბათუმის მერის პოზიცია უნდა გამოვიყვანოთ ჯერ მენტალურად გაგებაში, შეგნებაში, უნდა გამოვიყვანოთ ბათუმის მერის პოზიცია პოლიტიკიდან. ძალიან მნიშვნელოვანია ტურისტული ქალაქისთვის ეს. ეს ჩემი აზრია, რა თქმა უნდა, ჩემი ხედვა და როგორც ხედავ ჩემს ხედვებს და ჩემს აზრებს, და ჩემს ასე ვთქვათ შეხედულებებს ემატება ამომრჩეველი. დღეს ჩვენ მართლა ჩემთვის ასე ვთქვათ გამაკვირვებელი იყო, თუმცა მოლოდინი რა თქმა უნდა მქონდა მზარდი, მაგრამ გამაკვირვებელი იყო ის, რომ პირველ ჯერზე პირველი 1% ავიღე
მაშინ როცა თქვენთან ვიყავ სტუმრად ვხდები, ხო, გავიდა 8 წელი სხვათა შორის. მეორეზე ავიღეთ %9, რაც გაორმაგება იყო თითქმის და ამის გამო გაგრძელდა და გაგრძელდება ყოველთვის კახაბერის პროექტი ქალაქ ბათუმისთვის და მესამედ 8 წელიწადში სულ რაღაც ეს პოლიტიკურ ისტორიაში პრინციპში ძალიან პატარა დროა ვთვლი მაინც, თუმცა 8 წელიწადში 6.1%-ის მხარდაჭერა უკვე მე ვფიქრობ დიდი ნაბიჯია. ანუ დიდი ნაბიჯია ის კი არა რომ მე დიდი ნაბიჯი გადავდგი. ეს დიდი ნაბიჯია მოსახლეობისგან უკვე. არ აქტიურობთ საკმაოდ პასიური კანდიდატი ხართ, შემიძლია პირდაპირ გითხრათ. დღეს მოდაშია ძალიან სოციალურ ქსელებში აქტიურობა. პრინციპში მე პირადად არცაც შემხვედრია თქვენი არც რეკლამა, არც შეხვედრები მოსახლეობასთან. რაღაც სხვა ტექნოლოგიები ხო არ გაქვთ თქვათ გამარჯვებისთვის, აბა რა ხდება? შეკითხვისთვის და შეფასებისთვის, იმიტომ რომ ნამდვილად სხვა ტექნოლოგია აქვს. ვაკეთებ იმას, რასაც არ აკეთებს პოლიტიკოსები. არც კონცერტს მომღერალი კახა ცისკარიძე, არც წელს ესე მოხდა, ხო, რომ რაღაცა მართალი გითხრათ, ძალიან ბევრი გადაცემა და ტელევიზია, ასე ვთქვათ, ჩემთვის რატომღაც დაიხურა წელს. გარდა TV12-ისა, ჩვენი კარი ყოველთვის გარდა TV12-ისა, კი არა, ერთი გამოსვლა მქონდა. მე არ გახდებით მე, ამას მნიშვნელობა არ აქვს, ჩვენთან ყოველთვის კი, აუცილებლად, ამას მნიშვნელობა ნამდვილად არ აქვს. თავი თემა ის არის, რომ ბევრად მეტი გაშუქება მეკუთვნოდა სატელევიზიო ეთერში. ასევე წესით და კანონმდებლობით მეკუთვნოდა უფასო რეკლამა, და რომელიც სამწუხაროდ რატომღაც ცვლილებების გამო სატელევიზიო ეთერში არჩევი არ დაიშვა, იმიტომ რომ საარჩევნო კოდექსი შეიცვალა, როგორც მე გავიგე, როგორც მითხრეს. და აქედან გამომდინარე, ანუ ჩემი სარეკლამო რგოლი არ ჩაეშვა ტელევიზიით. მხოლოდ სოციალური ქსელით, ასე ვთქვათ, ჩემი მეგობრები, ადამიანები, ვინც მიცნობენ და უბრალოდ ვისაც ჯერა რაღაც ცვლილებების, რა სიახლეების, ეს ადამიანები აშიარებენ, აძლევენ ერთმანეთს, მე მაგიტო ვამბობ, რომ 6.1% არ არის პატარა. და ეს მაჩვენებელი არის მხოლოდ აი ესე ხალხის ერთმანეთში გადაცემით. რადგან თქვენ თვითონ ამბობთ, რომ ვერსად ვერ ნახეთ ჩემი რეკლამა, ხო? თუმცა აქტიურობას მე ვხედავ სოციალურ ქსელში ჩემთან პირადად, მაგალითად 2 დღის განმავლობაში გაშვებული ერთ-ერთი სარეკლამო რგოლი, ასე ვთქვათ, ჩემთან დაკავშირებით, რომელმაც მიაღწია 70,000. 70,000, ბათუმში 160,000 მაცხოვრებელია. 60,000 ბევრია, აქედან ნახევარმაც კი თუ ნახა და გაითავისა, ყოფილად ჩემთვის მნიშვნელოვანი. ანუ მე რომ ეხლა ჩამეტარებინა კონცერტი. მქონოდა ამის საშუალება, მქონოდა როგორც პარტიებს აქვს, მაგალითად, უამრავი საშუალება დაფინანსებიდან დაწყებული, ხო? ჩათვალეთ, რომ დღეს სხვა მაჩვენებელი იქნებოდა აბსოლუტურად. მე ასეთ არ მეჩქარება, ჩემთვის მნიშვნელოვანია, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, მენტალური ცვლილება და შეხედულებები იმასთან დაკავშირებით, რომ პარტიის გარეშე შეიძლება რომ ადამიანი ვერ გახდეს მერი, პოლიტიკოსი თუ არა ხარ, ვერ გახდეს მერი ქალაქის. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ქალაქ ბათუმს არც პოლიტიკური პარტია ესაჭიროება მუნიციპალიტეტში და არც პოლიტიკოსი. ეს არის ტურისტული ქალაქი და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ უფრო ქალაქის მერი იყოს უნდა ქალაქის მეგობარი. პირველ რიგში მოსახლეობის ნაცნობი, თავისუფალი, დამოუკიდებელი და კონცეპტუალური. უფრო მენეჯერი, უფრო პროდიუსერი, უფრო კრეატიულობა მნიშვნელოვანია და იქიდან გამომდინარე, რომ მე ამას ხმამაღლა ვიცახი და ვიტყვი ყოველთვის, რომ ბათუმს დღეს აკლია კულტურა სამწუხაროდ პოლიტიკაში და პოლიტიკიდან გამომდინარე უკვე სხვადასხვა სფეროში. ეს ჩვენთვის უდიდესი პრობლემაა. და ვფიქრობ მოსახლეობისთვის. პირველ რიგში პოლიტკულტურის დონე ძალიან დაწეულია ჩვენთან და შესაბამისად ეს იწვევს უკვე სხვა რაღაცებს არასწორ გადაწყვეტილებებს. მე ვფიქრობ იქიდან გამომდინარე, რომ ქალაქისთვის პრიორიტეტები არ არის პირველ რიგში გადასაწყვეტი. პრიორიტეტში უფრო ყოფი, ასე ვთქვათ, პრობლემები
გადაწყვეტილებაში არ მოდის პირველად. იქიდან გამომდინარე, რომ ისევ და ისევ გავიმეორებ, რომ პოლიტიკური კულტურა არის ძალიან დაბალი და მე ვფიქრობ, რომ მეტი კულტურა ესაჭიროება ქალაქსაც, პოლიტიკასაც და ქუჩასაც და ასე ვთქვათ, ყველაფერს. აი, რადგან პრიორიტეტები ახსენეთ, მოდით პირდაპირ უთხრათ ახლა მაყურებელს, რა პრიორიტეტებით მოდის კახა ცისკარიძე? კახა ცისკარიძე, 42 ნომერი. პირველ რიგში ეს უკვე ვისაუბრე ამ თემაზე და რაც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ჩემთვის მნიშვნელოვანია ის, რომ მე მივიღებ მონაწილეობას ყოველთვის როგორც ეხლაც და ვიღებ მონაწილეობას და ჩემი თავი დავაყენე ჩემი ქალაქისთვის, ასე ვთქვათ, ყველას დაბალ ნიშნულად. რას გულისხმობ ამაში? მე ჩემი თავი წარმოვაჩინე ამ პროექტში კახაბერი, ქალაქ ბათუმის მერობაზე და სურვილი ჩემი და განცხადება არის ის, რომ მე მინდა ვიყო ყველაზე მინიმუმი კანდიდატებს შორის ქალაქ ბათუმისთვის. და თუ არა ვარ მინიმუმი, მაშინ ხალხის გადაწყვეტილებით. ეს რას ნიშნავს ბატონო კახაბერი? მე მინდა ჩემი მოცემულობით, მონაცემებით, შეხედულებებით ის იქნება თუ ასე ვთქვათ, განვლილი ისტორიით ამ მონაცემებიდან გამომდინარე, ვისურვებდი, რომ კანდიდატებს შორის მე ვიყო ყველაზე მინიმუმი. ანუ მე მინდა რომ ჩემზე ბევრად მაქსიმალურად კარგი კანდიდატები იყვნენ წარდგენილი და შესაბამისად თუ ეკუთვნით, უნდა გახდნენ ისინი ქალაქის მმართველი. თუ არა, ამას უკვე ხალხი გადაწყვეტს ნამდვილად და მიიღებს გადაწყვეტილებას. მე უკვე ვხედავ მხარდამჭერებს, მე უკვე ვხედავ არაფრის კეთებაში ვიძახი. აი, თქვენიდან გამომდინარე, ახაც მითხარით, რომ არ ჩანვარ არსად, ხო? ამას ვიძახი არაფრის კეთებას ფაქტიურად, თუმცა მე ვიტყვი, რომ არაფერი არ გამიკეთებია 10 წლების განმავლობაში და შესაბამისად ბოლო წლების განმავლობაშიც, ამიტომ ამ თემას ესე იოლად არ უყურებ, ასე ვთქვათ, თუმცა შემიძლია ვთქვა, რომ ყველა პარტიასთან და ყველაფერთან და ყველასთან შედარებით არაფრის კეთებაში პროცენტულობა ძალიან დიდია. მეთანხმებით ალბათ ამაში. ეხლა რაც შეეხება პროგრამულად, ჩემთვის პროგრამაზე არის ქალაქის მართვა და გამჭვირვალობა. ესე იგი, აქ მიზანი ყველაზე მნიშვნელოვანი, კიდევ გავიმეორებ, არის ღია მერია. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტი ვიფიქრე ჩემი ქალაქისთვის, მოვიფიქრე რეალური მერია. სახელწოდებით, სადაც მაგალითად აუცილებლობა უნდა იყოს და შეიქმნას ესეთი დაფინანსებული ტელევიზიისგან, მაგალითად, რომელიც საზოგადოებრივი არხი, ვთქვათ, აჭარის. აქ ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ ჩართულობა იყოს აი ამ ხელა ბიუჯეტიდან გამომდინარე მაქსიმალური ტელევიზიის. ამიტომ პირველი მნიშვნელოვანი გადაცემა მოვიფიქრე რეალური მერია, სადაც წამყვანი მეც ვიქნები როგორც მერი. თქვენც იქნებით და ყველა ის ძალიან საინტერესო პროფესიონალი ჟურნალისტები, ვისთანაც აუცილებლად უნდა გადიოდეს ქალაქის თემები. უნდა გადიოდეს ქალაქის პრობლემები, საკითხები და მთავარი ფაქტორი აქ ის არის, რომ ჩინოვნიკები არ უნდა გადადიოდნენ კაბინეტებში და წყვეტდნენ საქმეს, არამედ უნდა სახალხოდ წდებოდეს ეს პროექტები და შესაბამისად ანგარიშსაც უნდა აბარებდეს მოსახლეობას აუცილებლად. და არა მე როგორც მერს ან სხვას, როგორც ასე ვთქვათ, კაბინეტებში, ეს ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია, ვფიქრობ, ჩემი ქალაქისთვის, რომელსაც ძალიან საინტერესო რამეს ბრძანებთ ახლა თქვენ. კი, ეს ნიშნავს დამოუკიდებლობას და ეს ნიშნავს თავისუფლებას ჩემი მხრიდან. მე მოვდივარ როგორც ხალხის ხმა. შესაბამისად მე დავიცავ ყოველთვის ხალხის ხმას და მოუწევს ყველა ჩინოვნიკს ჩამარება თავისი ანგარიშის საზოგადოებისთვის, აჭარის მოსახლეობისთვის, ბათუმელებისთვის და არა კაბინეტში იყოცებისთვის. ამიტომ ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია. ასევე ამ პროექტს თან ახლავს პლატფორმები, ონლაინ პლატფორმები, რომელიც დღეს მაგალითად ტრელოს მაგვარი პროგრამაა, რომელზეც შეგიძლიათ სახლიდან კურირება გაუწიოთ მაგალითად თქვენს განაცხადს, სიტყვაზე ვთქვათ. რაც ყოველთვის პრობლემაა ბათუმში, რომ რაღაცა განცხადება ან რაღაც პრობლემით ადამიანები მიდიან მერიაში, თვეები ელოდებიან, ის კაბინეტში არის ის, რომელშიც გაჩერდა საწავი და როგორ გადაწყდა თუ არა საერთოდ და ასე შემდეგ. დღეს ჩვენ ონლაინ პლატფორმები და ტექნოლოგია გვაძლევს ამის საშუალებას, რომ ყველა ადამიანი კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით იყოს თვითონ ჩართული.
და ხედავდეს სად მოძრაობს წერილი, სად მივიდა რომელ ოთახში და ასე შემდეგ. ეს დღეს აბსოლუტურად პრობლემად შეიძლება შევქმნათ ჩვენ ეს ფორმულა დამუშავებული მაქვს, მე აუცილებლად ამას პირველ რიგში გავიყევ ამის გამოყენებას, იმიტომ რომ მეტი ჩართულობა ბათუმელების დღეს მე ვამჩნევ რომ ძალიან დიდი ბარიერია, ასე ვთქვათ, ბათუმელებსა და მუნიციპალიტეტს შორის, ზოგადად პარტიებს შორისაც, აი პარტიებთან დაკავშირებით რაც თავის საქმით არიან დაკავებული თავის ბიუჯეტის ხარჯვით, თუ ვერ ხვდები რა ხდება, იმიტომ რომ რეალურად მათი გამოჩენა მე კი არ უნდა გამოვდიოდე ესე მაგალითად მე მოვდივარ 4 წელიწადში ერთხელ ხედავთ ხო უკვე 8 წელი გავიდა ეხლა მესამედ ვიყრი კენჭს მე არ მაქვს მანამდე არანაირი აგრესია არანაირი დავა არანაირი ასე ვთქვათ რაღაცა პოლიტიკური ტექნოლოგია მოდი ესე ვთქვათ რა რაც აქამდე გამომუშავებულია და შემუშავებულია საქართველოში მე მაქვს აბსოლუტურად სხვა მიდგომა კიდევ ერთხელ ვიძახი ეს ყველაფერს შესაძლებლად ვაკეთებ აქამდე და ეს შედარება უნდა გააკეთოს ბათუმელებმა არჩევანი თავისთვის. ვინ უნდა იყოს ქალაქის მმართველი? მე ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ ქალაქის მერი იცით უნდა გახდეს საზოგადოების პარტნიორი და არა ხელმმართველი. თუ ის არ იქნება პარტნიორი, თუ ის არ იქნება მეგობარი ქალაქის და ქალაქელების, შესაბამისად არც იცოდინება, ვერც გაარკვევს, ვერც გააკეთებს, ვერც გადაწყვეტს და ასე შემდეგ, იმიტომ რომ ერთობას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. როცა შენ ხალხი გეხმარება იმაში შენ ხარ მისი არჩევანი და ის მოყვება რაღაც ინოვაციური იდეებზე ის აუცილებლად ჩართული უნდა იყოს და აუცილებლად ეს ადამიანები თავის იდეას თავის მე ჩემთვის პრობლემა არ არის ქუჩაში სიარული გავედი ქუჩაში და დღეში 400-500 აგერ მეგობრებთან ერთად ალბათ 2-3 კაცი ვიყავით მეტი არა ჩვენ 300-დან 500 კაცამდე აი კარდაკარის პრინციპები არის მოდაში ბოლო დროს ხომ აღდებით მიუღებელი ბატონო ეს ძველია ჩემთვის ეს პოლიტტექნოლოგიები ეს არის მიუღებელი მე არ მომეწონებოდა ჩემს კარებზე აკაკუნებდეს სხვადასხვა პარტია და მეკითხებოდეს რომელს ვაძლევ ხმას ან ვინს ან როგორ რაღაც ის გამოკითხვაც არ არის ეს უკვე პირად სივრცეში შესვლა ადამიანების ამიტომ გადაწყვეტილებას ასე ვერ მიიღებს ადამიანი და არც არის საჭირო ამიტომ ჩემთვის კარდაკარ სიარული ეზოში სიარული ეს უფრო შეწუხებასთან არის დაკავშირებული ჩემი ხედვით ვიდრე რაღაცა არჩევნებთან დაკავშირებული, რომელიც რაღაცა ძველი ფორმაა ჩემთვის. ნუ რეალობაში გეუბნებით, რომ ეს ჩემთვის მიუღებელი, არავინ არ უნდა შეწუხდეს, თუ გინდა ჩაატარე რამე, დადექი ქუჩაში როგორც მე. მე გამოვაცხადე ქუჩაში დავდექი პიონერთა პარკის შესასვლელთან და იქ მოდიოდა უამრავი ადამიანი. და მიწერდა ხელს. რაღაც დროში არ ვიყავი, მოდიოდნენ, რეკავდნენ, ან ვერ მპოულობდნენ, თუმცა თვითონ ფაქტი მნიშვნელოვანი არის ის, რომ პოლიტიკოსი არ უნდა ჩნდებოდეს ერთი თვით ადრე. დიდი ბიუჯეტით და გაჭეჭყილი რეკლამით. ეს ადამიანები უნდა მუშაობდნენ მანამ საზოგადოებასთან, სანამ მივლენ ამ საფეხურზე. ხო? ეს უკვე იმას ნიშნავს, რომ ეს ადამიანები ვერ იქნებიან დამოუკიდებელი, ეს ადამიანები ვერ იქნებიან გადამწყვეტნი საზოგადოებასთან ერთად, მოსახლეობასთან და ბათუმელებთან ერთად. იმიტომ რომ ეს ფორმულა არის ძველი. მე ვთავაზობ მოსახლეობას ახალ ფორმულას. ის ყველაფერი რაც აქამდე ხდებოდა და ხდება პარტიების მიერ, ასე ვთქვათ, ეს შემთხვევით არის წარსული. მე კი მომავლის უფრო მომავლის იმედით ვარ და შესაბამისად უფრო ჩემ თავს როგორც მომავალს ვხედავ, როგორც ბათუმს ვეძახი მომავლის ქალაქის. აი როგორც კი გადაწყვიტეთ მერობა, ბუნებრივია ბათუმელი მოსახლეობა უკვე როგორც მომავალი მერობის კანდიდატის რომ შეკითხვებს ალბათ სვამენ პრობლემებს თქვენს წინაშე. ძირითადად რაზე წუწუნებენ ბათუმელები, რაზე უჩივიან? დიახ, მე დავიარე კიდევ ერთხელ გეტყვით რომ ერთი კვირის 10 დღის განმავლობაში, როცა მქონდა ეს ხელმოწერების შესაგროვებელი, რისთვისაც ძალიან დიდ მადლობას ვეტყვი ბათუმელებს, უღრმესი მადლობა ყველას თითოეულს, ვინც ხელი მოაწერა, აბსოლუტურად ყველა ხელმოწერა არის ორიგინალი ადამიანების, ბათუმელების. რა თქმა უნდა, სხვანაირად არ შეიძლებოდა. ვერ გაკეთდება სხვანაირად, ხო, თუმცა ნუ არის თურმე რაღაც მომენტები, რაღაც ხრიკები, ასე ვთქვათ, დავარქვათ წინა საარჩევნო, რომელიც მე ვიცი, რა თქმა უნდა, მაგრამ არც ერთი არ გამომიყენებია ისევ როგორც ხედავთ რეკლამის თვალსაზრისით, ხო? და ამიტომ შემიძლია ვთქვა, რომ მე ყველა ბათუმელს, სადაც
რამოდენიმე უბანი ბევრიც არ დამჭირვებია პირდაპირ გითხრათ ბატონო ჯემალ მე 1-2 ქუჩა გავიარე ალბათ და უკვე 1555 ხელმოწერა ავაგროვებული მქონდა თუმცა ჩვენ ავაგროვეთ 3000-ზე მეტი 4000 ხელმოწერამდე და აღარ გავაგრძელებთ იმიტომ რომ ამ ეტაპზე გავჩერდით თქვათ მაგრამ რეალურად ჩვენ შევასრულეთ შესასრულებელი მე გავედი კანდიდატად ისევ და ისევ რაზეც არანაირად არასდროს არ ვნერვიულობ და არც მაქვს ამის შეგრძნება ქალაქ ბათუმში, იმიტომ რომ გასაგებია რომ კი მე მუსიკოსი ვარ, გასაგებია პროდიუსერი ვარ, მე კულტურის და ხელოვნების სფეროდან ვარ, ესე ვთქვათ, მაგრამ დღეს რადგან ამდენი ადამიანი ჩემს ხედვას და ჩემს აზრებს და შეთავაზებას ხელს აწერს და მხარს უჭერს, ეს ჩემთვის უკვე ძალიან დიდი ნაბიჯია ცხოვრებაში, მით უმეტეს აბსოლუტურად სხვა სფეროში. მე კიდევ ერთხელ ვიტყვი რომ მე არა ვარ პოლიტიკოსი, მე არა მაქვს ამაზე პრეტენზია, მე მაქვს პრეტენზია დამოუკიდებელ თავისუფალ კონცეპტუალურ მერობაზე. ქალაქ ბათუმისთვის და ბათუმელებისთვის, რადგან ეს არის ტურისტული ქალაქი და აქ არ არის სავალდებულო იყოს პოლიტიკოსი ან პოლიტიკური პარტიის წარდგენილი ადამიანი. გასაგებია. ამიტომ არჩევანს გააკეთებს თვითონ ბათუმელები. სხვა დანარჩენი, რა თქმა უნდა, პროგრამების მიხედვით მე დიდი ხანია ვმუშაობ ამ საკითხზე, ესე ვერ იტყვის ვერავინ ნამდვილად და მეც და ჩემი კონსულტანტებიც და ეს კონსულტანტები არა მარტო ჩემი ახლო წრე შეიძლება და მეგობარი იყოს, ასე ვთქვათ, და მარტო ქართველი, არამედ მთელი მსოფლიოდან ძალიან საინტერესო ადამიანები თავაზობენ საუკეთესო პროგრამებს. ეხლა პროგრამებზე ბევრი რო არ ვილაპარაკოთ, ჩვენ ვიცით რა თქმა უნდა, ურბანიზაციის პრობლემა, ჩვენ ვიცით იმის პრობლემა, რომ უნივერსიტეტების საკითხები, საგანმანათლებლო საკითხი რაც ძალიან პრობლემურია ჩვენთან. სამედიცინო კლასტერი, თავისი საგანმანათლებლო უნივერსიტეტებით და ასე შემდეგ. ურბანიზაცია, რომელზეც რამდენი უნდა ვილაპარაკოთ ეხლა ამაზე, რომ ეს არის კორუფცია და ეს უნდა მორჩეს საბოლოოდ და უნდა იყოს რაღაცა სტანდარტი. მიღებული, რომლის გარეშე მაგალითად მშენებლობას ვერ აწარმოებს ერთ-ერთი კომპანია, თუ არ იქნება სარეკრეაციო ზონა, თუ არ იქნება საგანმანათლებლო ცენტრი და ასე შემდეგ. ეს ჩვეულებრივი სტანდარტებია დღეს, რომელიც უბრალოდ გადმოსაღებია და შესასრულებელია. ეს ახლა სხვა პრობლემაა, მე შემიძლია ამაზე ვილაპარაკო, უფრო გავშალო ეს თემები, რა თქმა უნდა. თუმცა ჩემი მთავარი კიდევ ერთხელ მიზანი არის ჯერ ცვლილება მენტალური, რომ და უკვე ამაზეც ლაპარაკს აღარც გავაგრძელებ, იმიტომ რომ უკვე მაჩვენებელმა 61%-მა უკვე აჩვენა, რომ არავის აღარ უნდა უკვე არანაირი პოლიტიკური ტყუილები, ხედვები, შეპირებები ადამიანების და მე რომ მეკითხებიან რას პირდებ, მე არაფერს არ პირდებით. გარდა იმისა, რომ იქნება უკეთესად. რეპლიკა მინდა გესროლოთ. ჩვენი წინა შეხვედრებიდან გამომდინარე, წლები გავიდა, თქვენ მე-13 ყრით მერობაზე კენჭს გაზრდილი მეჩვენებით როგორც პოლიტიკოსი. მართლა? დიდი მადლობა. თქვენი საუბრიდან გამომდინარე, ალბათ ასეა, ხო? ჩემი კოლეგებიც დამეთანხმებიან. იმიტომ რომ რა უნდა ამას პოლიტიკაში ვეძახიან? კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მე არა ვარ პოლიტიკოსი და მე არ მაქვს სურვილი და არ მქონია პოლიტიკაში დავსულიყავი, ხო? მაგრამ იქიდან გამომდინარე, რასაც თქვენ ახლა საუბრობთ, ახლა გავიხსენე უბრალოდ ამდენი წლის განმავლობაში, ყველა ჩვენთანგანს ეხება პოლიტიკა, სამწუხაროდ. რადგან ჩვენ გვეხება პოლიტიკა, ჩვენ იძულებული ვართ მოვისმინოთ, მივიღოთ, გავაანალიზოთ და მინიმუმ დავდოთ ჩვენი პოლიტიკა. ხო? ეს არის ჩემი გადაწყვეტილება და დიდი მადლობა ამ შეფასებისთვის, თუ თქვენ თვლით გამოცილი ადამიანებს ბრძანდებით, ძალიან ბევრი გინახავთ და ბევრი პოლიტიკოსიც გინახავთ. კიდევ კარგი რომ არ გამიბრაზდით ბატონო კახაბერს. ბატონო ჩემო, როგორ გეკადრებო? პირიქით, მე მზად ვარ ყველა შეკითხვისთვის. კომპლიმენტად მიიღეთ. რა თქმა უნდა, მე ვარ მზად ყველა შეკითხვისთვის. ამით განსხვავდები და გამოვირჩევი სხვადასხვა პარტიებისგან, ასე ვთქვათ, წარდგენილი კანდიდატებისა და ასე შემდეგ. ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს კანდიდატი გიორგი ცინცაძე, გახარია საქართველოსთვის კანდიდატი გოჩა გუგუნავა და პარტია მამული ენა სარწმუნოების კანდიდატი თამუნა მიქელაძე, თქვენი კოლეგა და მომღერალი. აი ამ სამეულიდან რომელს თვლით ყველაზე საშიშ კონკურენტად თქვენთვის, ანუ ვისი გეშინიათ ყველაზე უფრო მეტად? დავიწყოთ იქიდან რომ მე არ მიშინია. გავაგრძელებ საუბარს ამასთან დაკავშირებით, რომ მე არ ბრძოლობ
ჩემთვის მიუღებელია სიტყვა ბრძოლა ქართველებს შორის, ამიტომ გადავწყვიტე რომ ეს სიტყვაც შევცვალო და ბრძოლა არა და არამედ მე ვარ მარათონში ჩართული. საარჩევნო მარათონში. ძალიან კარგი სიტყვა. მოგწონთ. რაც შეეხება ამ მარათონში მე კონკურენტს ვერ ვხედავ. მე კონკურენტს ვერ ვხედავ დიდი ხანია. იმიტომ რომ მე არ მყავს კონკურენტი. ეს სხვა ფორმულა, სხვა განვლილი, ასე ვთქვათ, ცხოვრება და ეტაპები და ბევრი პოლიტიკური პარტია, რომელიც ჩემს თვალწინ მოვიდა, წავიდა და კიდევ მოვა და წავა უცილებლად. ეს არის ხალხის არჩევანი და ესეც უნდა ხდებოდეს უფრო მოკლე დროში, ვფიქრობ. ამიტომ ჩემთვის არც ერთი კანდიდატი არ არის კონკურენტი. რადგან მე ერთადერთი ვარ დამოუკიდებელი კანდიდატი ბათუმის ისტორიაში. ამიტომ მე უკვე მერი ვარ. ანუ თავს თვლით უკვე გამარჯვებული. რა თქმა უნდა, მე გავიმარჯვე მაშინ, როცა პირველი განაცხადი გავაკეთე 2017 წელს და ავიღე 1%. ეს უკვე ჩემთვის ნიშნავდა მერობას და მინიშნავს დღემდე, იმიტომ რომ აღარაფერი ვთქვათ, მაშინ იმ 6%-ზე და ცოტა მეტი. არა, ხო, აღარ ვლაპარაკობ მაგაზე არც და კიდევ რა იქნება ორ დღეში ეგრე ვნახავთ, მაგრამ კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ მე ვთვლი, რომ მე უკონკურენტო ვარ. აბსოლუტურად უკონკურენტო კანდიდატი, დამოუკიდებელი კანდიდატი ჩემი ქალაქისთვის. კამერებთან მუშაობა თქვენ ჩემგან არ გესწავლებათ. ძალიან კარგად იცით. აი ეს კამერა გიყურებთ, რას ეტყვით ბათუმელებს და 5 ოქტომბერს გამარჯვების შემთხვევაში ხომ არ გამორთავთ ტელეფონს? ალბათ გამორთავ. ცოტა ხნით. იმიტომ რომ ეს იქნება ჩემთვის ისევე როგორც მე კითხებიან რას პირდები და მე ვეუბნები არაფერს არ კვირდებით, იმიტომ რომ ვინც შეკვირდათ იმ რა გაგიკეთათ, ამიტომ მოდი ეს მენტალური საკითხის მოვშალოთ, იმიტომ რომ მე როგორც არტისტ, როგორც მსახიობ შემიძლია აბსოლუტურად ისე კარგად ჩამოვაყალიბო ეხა პროგრამა და ისეთ შეპირებები მივცე ბათუმელებს, მაგრამ ეს ყველაფერი არის ტყუილი, არაფერს არ კვირდები, იმას რის გაკეთებაც არ შეიძლება, ვერ გააკეთებ, ან არ, ნუ მით უმეტეს მე არ შემიძლია. ბათუმელებს პირდები, რაც თქვი უკვე, ძალიან ღია, გახსნილ და უშუალოდ ინტეგრირებულ საზოგადოებაში, ქალაქ ბათუმელებში მუნიციპალიტეტებს. ბათუმელებისთვის. პირველ რიგში ეს იქნება სანახაობა. ეს იქნება ქალაქისთვის ისეთი სანახაობა და რეგიონისთვის და მთელი ქვეყნისთვის, რომ ამან შესაძლებელია, რასაც მე ვფიქრობ, შეცვალოს აბსოლუტურად შეხედულებები და მიდგომა პოლიტიკასთან დაკავშირებით საქართველოში. ეს არის ჩემი, ასე ვთქვათ, პრაქტიკიდან და ხედვიდან გამომდინარე და შევპირდები იმას, რომ მინიმუმ კახაბერცისკარიძე შეუძლია შეპირდეს ის, რომ თვითონ როგორც თავისუფლად, ლაღად, დამოუკიდებლად და აღიარებულად, მოდი ესე ვთქვათ, თავის საქმეში უგრძნობ თავს, მინიმუმ ამ შეგრძნებებს და ამ წინსვლას მე ყოველთვის ვიმოქმედებ, რომ გადავცე ბათუმს. და ბათუმი იყოს ბრენდი შავი ზღვის პირეთში. და არა მარტო შავი ზღვის პირეთში, ვთვლი, რომ ქალაქს არ აქვს კონცეფცია, ამას ვლაპარაკობდი ჯერ 2017 წელს, იმიტომ რომ ვერ გაგვირკვევია ტურისტული ქალაქია თუ ნავთობგადამამუშავებელია თუ რა ხდება. თუ ნაგვის შემაგროვებელი, ამიტომ მოდი ესე ვთქვათ რა, ეს პრობლემები ვიცით, ყველაფერი ჩემს კარგად არავინ არ იცის, დამჯერეთ მე დავდივარ ქალაქში. მე ყოველ დღე დავდივარ ქალაქში, ეხლა აქედანაც გავალ, მთელი გორგილაძის ქუჩას გავივლი ფეხით, სიამოვნებით. იმიტომ რომ მე მიხარია ხალხს. მე მგონი ჩვენამდეც ფეხით მოდიოდით, იმიტომ ძალიან დაგაგვიანდათ. ხო, დაგაგვიანდა, იმიტომ რომ ქალაქ გარეთ ვარ ხოლმე, ძირითადად იქედან უყურებ ბათუმს და მომწონს, მიყვარს და მინდა იყოს საუკეთესო ნახევარ-დედამიწაზე მინიმუმ. დაგვრჩა ბოლო 1 წუთი. ამიტომ კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ქალაქს ჭირდება ბრენდინგი. ეს არ არის მარტო ინფრასტრუქტურა, ის ინფრასტრუქტურა, რომელიც ვითომ კეთდება ბათუმისთვის. მე არ მინდა ესე გამომივიდე, ეხლა რა თქმა უნდა რაღაცები კეთდება, უბრალოდ ეს არც ჩანს ხოლმე, იმიტომ რომ ამასაც გამოჩენა უნდა და სწორად წარდგენა, ასე ვთქვათ, საზოგადოების წინაშე და რაც შეეხება ინფრასტრუქტურა მარტო იმით არ წყდება, რომ რაღაცები უნდა გაკეთდეს. ჯერ აი ამას არ დამავიწყდეს მინდა ვთქვა, 232 მილიონია გამოყოფილი მერიაში ინფრასტრუქტურაზე. და კულტურაზე და სპორტზე არის გამოყოფილი 32 მილიონი. ანუ გავყოთ ეხლა ეს კიდე შუაზე, ხო? აი წარმოვიდგინეთ რა კულტურა უნდა იყოს ქალაქში, როცა ეხლა განსხვავება ინფრასტრუქტურასა და კულტურას შორის. მე მაგალითად პირადად ინფრასტრუქტურა კულტურის გარეშე არ მჭირდება.
იმიტომ რომ უკულტურო ინფრასტრუქტურა არის ის, რაც არის დღეს, რაზეც არის საუბარი. ამიტომ მოდით დავფიქრდეთ კარგად, მეტი ხელოვნება, მეტი კულტურა, მეტი კრეატიულობა, მეტი თავისუფლება, დამოუკიდებლობა. ეს ვარ მე, კახა ბერცისკარიძე, კახა მე. და ნომერი 42. მეგობრებო, მე ვარ კახა ბერცისკარიძე, ნომერი 42, 4 ოქტომბერს დიდი სიამოვნებით მივიღებდი თქვენს ხელს, მოწერას და თქვენს თანადგომას. ასე რომ გელოდებით 4 ოქტომბერს ერთად დაველოდოთ ყველა. დღეს უკვე კარგი მონაცემი გვაქვს და მე იმედი მაქვს ბათუმელების, რომლებიც არასდროს არ ყოფილან არჩევნებზე, ისინი მიიღებენ მონაწილეობას და მათი ხმა იქნება ჩემი. დიდი მადლობა კიდევ ერთხელ იმისთვის, რომ მომეცით უკვე შანსი და მესამედ ხვდები მე ყველა თითოეული ბათუმელის ხელმოწერით. მესამედ ხვდები დამოუკიდებელი კანდიდატი, პირველი დამოუკიდებელი კანდიდატი ქალაქ ბათუმის ისტორიაში. და მაქვს ძალიან დიდი იმედი, რომ ჩვენ ასეთი სასიამოვნო და მომტკივნეულო შვიდობიანი ფორმით გავხდით უკეთეს ჩვენს ქალაქს და მოსახლეობის კეთილდღეობისთვის გავაკეთებთ ყველაფერს. წარმატებები მინდა გისურვოთ ამ მარათონში, როგორც თქვენი თქვით. და შევხვდებით კიდევ არჩევნების შემდეგ. მაყურებელს კი მინდა შევახსენო და გავუმეორო, რომ ჩვენი სტუმარი გახდათ ბათუმის მერობის კანდიდატი, დამოუკიდებელი კანდიდატი კახა ბერცისკარიძე. ეს გახდათ გადაცემა ჟურნალისტის დღიურები. უკვე არჩევნების შემდეგ შევხვდებით ალბათ ახალ ბათუმში და ახალ საქართველოში ერთმანეთს. ამით გემშვიდობებით. კარგად გრძანდებოდეთ მომავალ შეხვედრამდე.